რეკლამის შემდეგ მაესტროს ახალი ამბები დღის მთავარი თემებით პირდაპირ ეთერში ბრუნდება. კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით მედია ცენტრს, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებს დარღვევების შესახებ ინფორმაციას ყოველ ნახევარსაათში ერთხელ აწვდიდნენ და სადაც ასევე მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტი ნინო არღულიანი მუშაობდა და პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციას მოგაცვით. ნინო, გისმენთ. სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, ამომრჩეველთა სიები, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის დარღვეული პროცედურები და არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორებმა დააფიქსირეს. აღნიშნული შესახებ მედია ცენტრში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კახა კოჟორიძემ და როგორც მან განაცხადა, მიუხედავად ამ დარღვევებისა, მთელი დღის განმავლობაში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გარდა ამ ინფორმაციისა, საიას ხელმძღვანელმა მოგვაწოდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც კარალეთს უკავშირდება. კერძოდ, კოჟორიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ კარალეთში 42-ე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ჩაამსხვრია მინა და ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კოჟორიძის ინფორმაციით ისინი ადგილზე მომხდარს იძიებენ. კარალეთის 42-ე უბანზე მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ამომრჩეველი, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, მას შემდეგ რაც ხმა მისცა, მან დატოვა უბნის ტერიტორია, თუმცა შემდეგ კვლავ სცადა დაბრუნება და ამ ეტაპისთვის უკვე დაკეტილი იყო უბანი და ამ დროს მან ჩალეცა ფანჯრები და სავარაუდოდ წინასწარი ინფორმაციით აღნიშნული მოქალაქე იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე იქ არიან და იკვლევენ აღნიშნულ საკითხს. რამდენად დაიწყო ძიება და რა მოხდით, ეს ჩვენ არ ვიცით. ალბათ ამის შესახებ გახდება მოგვიანებით ცნობილი და თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო განაცხადებს ამის. საიას მსგავსად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცხადებენ, რომ შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მათ შემაჯამებელი განცხადებები რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს მედია ცენტრში, სადაც მთელი დღის განმავლობაში არასამთავრობოებისგან მოგვეწოდებოდა ინფორმაცია მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარ პრობლემად შეიძლება ითქვას, რომ არის მარკირების პრობლემა, ასევე სიები, გადასატანი ყუთები და ადგილზე მისული ამომრჩეველი, რომლებიც სიებში არ აღმოჩნდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევა იყო მაგალითად გურჯაანის საარჩევნო ოლქის მე-15 უბანზე, როდესაც 28 ამომრჩევლის მოთხოვნით არ იქნა გატანებული გადასატანი ყუთი და ამ ამომრჩევლებს არ მიეცათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. ასევე მნიშვნელოვანი დარღვევა არის მარკირების პროცედურებთან დაკავშირებით. ეს შეიმჩნეოდა ძირითადად ქუთაისში. ასევე პრობლემები იყო საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით, მაგალითად ხონის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე და სამტრედიის საარჩევნო ოლქის 50-ე უბანზე ბიულეტენების ნუმერაცია არ დაემთხვა მიღება ჩაბარების აქტებში მოცემულ ინფორმაციაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისათვის 27 ოქტომბრის არჩევნები იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, იყო ასე ვთქვათ, ძალიან მაღალ პროფესიონალურად ორგანიზებული. მიუხედავად კიდევ ერთხელ რიგი პროცედურული დარღვევებისა, იმ მცირე პრობლემებისა, რომელიც იქნა აღმოჩენილი ჩვენი დამკვირვებლების მიერ, ჩვენი შეფასებით ეს იყო ინდივიდუალური ასე ვთქვათ შეცდომები. 18 განცხადება და 18 არასამთავრობო ორგანიზაციის 18 ჯერ ისაუბრეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დღეს მედია ცენტრში, როგორც უკვე მოისმინეთ, მათი შეფასებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ რჩებით მედია ცენტრში, რადგან რამდენიმე წუთში ასევე გაკეთდება განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და სამართლიანი არჩევნები 11-ის ნახევარზე დღეს სწორედ აქ შეაჯამებს. მედია ცენტრიდან პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი.